საწმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. თქვენ იცით, რომ დღეს არის წმინდა ივანე ნათლისმცემლის შობის დღე. ეს ტაძარიც წმინდა ივანე ნათლისმცემლის სახელობისაა და ამ ტაძრის დღესასწაულია და აქედან გამომდინარე ამ სოფლის დღეობა, როგორც ეძახით, ხო, სოფლის დღეობა. და თუ დავაკვირდებით, ყველა სოფელში იმ დღეს არის დღეობა, რომელიც წმინდანის სახელსაც ატარებს ის ტაძარი, რომელიც დგას იმ სოფელში. და ეს არის ყველაზე მთავარი. ანუ ახლა ადამიანი ხო სულისაგან და ხორცისაგან შედგება. და მთავარი აქ არის ის, რაც არის უკვდავი. ჩვენი სული არ ცოცხლებს ჩვენს სხეულს. და დღესასწაული როდესაც არის და როდესაც რაღაც საზეიმო დღე არის, აქაც პირველ რიგში ეს არის სულიერი ზეიმი, სულიერი დღესასწაული და მერე არის უკვე ხორციელი. თუმცა ახლა მე ჩემი პატარაობიდან მახსოვს, რომ ეს სულიერი ზეიმი ფაქტიურად არავის არ ახსოვდა ხოლმე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ადამიანი მოდიოდა და სანთელს ანთებდა. ალბათ შეიძლება ესეც ვთქვათ, როგორც ესმოდა, ისე აკეთებდა, როგორც შეეძლო ადამიანი, ისე აკეთებდა. ჩვენ კი ვერავის ვერ დავძრახავთ, რომ რატო უფრო მეტს არ აკეთებდა. ან არ შეეძლო, ან არ ესმოდა მეტი და ამიტომაც ვერ აკეთებდა. მაგრამ დღეს ახლა ღვთისმადლით შეიძლება ითქვას, რომ ყველა სოფელში ასე თუ ისე მაინც არის მოქმედი ტაძარი და სადაც არ უნდა იყოს დღეობა დღე, შეიძლება ასე გააკეთოს, რომ პირველ რიგში მივიდეს იმ ტაძარში, წირვას დაესწროს. ახლა ჩვენც როგორ ვართ ხოლმე, რომ აი სასულიერო პირი არის, რომ ქალაქში ხომ მსახურობს და რამდენიმე სოფელში მსახურობს. ახლა ჩვენ ხო აქაც ვსახურობთ, ქერეში ვსახურობთ, ზოგი სასულიერო პირი კიდევ უფრო ბევრ სოფელშია, მაგრამ თუ რომელიმე სოფელში არის იმ ტაძრის დღესასწაული, მაშინ სხვაგან არ ჩაატარებს და ჩაატარებს იქ. ისე რომ უპირატესი იმ შემთხვევაში ის არის. მე იმის თქმა მინდა, რომ თითოეულ სოფელში, როდესაც არის დღეობა დღე და არის იმ ტაძრის დღესასწაული, აი რაღაცა უნდა მოხდეს, რომ იქ წირვა არ იყოს. სხვა შემთხვევაში ყოველთვის არის წირვა. ამიტომ იმ სოფლის მოსახლეობამაც პირველ რიგში უნდა წირვით დაიწყოს. პირველ რიგში აღსარებით და ზიარებით დაიწყოს. ეს არის სულიერი ზეიმი. და მე რადგან ადამიანს ხორციც გააჩნია, მე უკვე ხორციელადაც შეიძლება რომ იზეიმოს იმ სოფლით და იმ რაღაცა სტუმრის მიღებით. ესეც ქრისტიანული წესია, რომ სტუმარი მიიღო და სტუმართმოყვარეობა ერთ-ერთი სათნოება. თუმცა სტუმართმოყვარეობა ქეიფის მოყვარეობას არ ნიშნავს. მაგალტოლობა ასე არ ხდება. სტუმართმოყვარეობა სხვა რამეა. ქეიფის მოყვარეობა სხვა რამეა. თუმცა ზოგჯერ ადამიანი ქეიფის მოყვარეობას ასაღებს ისე თითქოს სტუმრის მოყვარეა. ეს ორი სხვადასხვა რამე. ქეიფის მოყვარეობა ეს უფრო ცოდვად ითვლება, მაგრამ სტუმრის მოყვარეობა ეს სათნოება არის. და თუ დავაკვირდებით, აი უშუალოდ წმინდა ივანე ნათლისმცემლის შესახებ რო ვთქვათ, მე პირადად ვერ ვიხსენებ ახლა რომელიმე წმინდანის შობის დღე რომ არსებობდეს. შობის დღე. ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვრის შობის დღე არსებობს, ქრისტეს შობა, ვიცით, რომ ყველა წმინდა ღვთისმშობლის შობის დღე არსებობს. და არსებობს მხოლოდ მე რაც გამიგონია ყოველ შემთხვევაში წმინდა ივანე ნათლისმცემლის შობის დღე. ახლა რატო არ არის სხვა წმინდანთა შორის შობის დღე, რატომ არ აღინიშნება? ადამიანი რომ მოევლინა ამ ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მოვლენაა, მაგრამ ადამიანის მოვლინება ამ წუთის სოფელში არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის ზეცისთვის როგორი დაიბადება, ანუ რომ გარდაიცვლება მისი სული რა მდგომარეობაში იქნება. აი ეს ამიტომაც წმინდანთა ხსენება თუ დააკვირდებით, არის ყოველ მათი გარდაცვალების დღე. ან რაღაცა განსაკუთრებულ მოვლენას რო უკავშირდება, მაგალითად როგორც წმინდა გიორგის შემთხვევაში, ხო, ბორბალზე წამების დღე. ამ შემთხვევაში წმინდა ივანე ნათლისმცემელთან დაკავშირებით გვაქვს შობის დღეც და ესეც ხაზს უსვამს მის აღმატებულობას ადამიანთა შორის და ესეც უფლის სიტყვებია, რომ დედათაგან ნაშობთა შორისო ივანეზე დიდი არავინ არ არის.
თავისთავად ცხადია, აქ არ იგულისხმება ვინც არის უმაგალითო, ანუ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ახლა რაც შეეხება თვითონ შობას, ჩვენ ახლა სახარება წავიკითხეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. მისი მამა ზაქარია იყო აარონის თავმომავალი. აარონი იყო მოსეს ძმა, მოსე წინასწარმეტყველი გაგიგონიათ და ისინი ლევის ტომიდან იყვნენ. საერთოდ სამღვდელო შტო იაკობის 12 ძეთაგან სამღვდელო შტო იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი. იყო ლევის თავმომავლები. ისე როგორც სამეფო შტოც იყო მხოლოდ ერთი იუდას ტომის თავმომავლები. აი სწორედ ლევის ტომის თავმომავლები არიან, კერძოდ კი აარონის ხაზით მოდიან ესენი და მღვდელი მხოლოდ მათი ხაზიდან შეიძლებოდა ყოფილიყო აარონის შვილები, შვილთაშვილები და ასე შემდეგ მღვდელმთავარი ტაძრის მსახური მხოლოდ ლევიტელთა ტომიდან შეიძლებოდა ყოფილიყო. ზაქარია და ელისაბედი, როგორც სახარება გვამცნობს, იყვნენ უკვე მოხუცებულები და შვილი არ ყავდათ და ევედრებოდნენ ღმერთს. და ერთხელ, როდესაც მღვდელი ზაქარიას მსახურების პერიოდი იყო, ახლა არის ხოლმე ესეთი შემთხვევა. ახლა ჩვენთან სამწუხაროდ არ არის ის ფუფუნება, ესე რომ ვთქვათ, რომ ერთ ტაძარში რამდენიმე მღვდელი იყოს და მორიგეობდნენ, მაგრამ ახლა სადაც ბევრია სასულიერო პირი არის, მაგალითად თბილისის ტაძრებში, რომ დავუშვათ ერთი კვირა რამოდენიმე მღვდელი მსახურობს, მეორე კვირა რამოდენიმე მღვდელი და ესე. აი აქაც დაახლოებით ასეთი რომ ხდებოდა. ზაქარიას მსახურების რიგი იყო და როდესაც მსახურობდა, მას საკურთხეველში სასაკმეველის მარჯვენა მხარეს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და ეუბნება, რომ ზაქარია, ღმერთმა შეისმინა შენი ლოცვა და შენ გეყოლება ვაჟი და დაარქმევ სახელად იოანეს. და ზაქარია დაეჭდება. როგორ იქნება ეს, რომ ჩვენ უკვე მოხუცებულები ვართ და ჩემი მეუღლეც უკვე გადასულია იმას აქვს, რომ ადამიანს შეიძლება შვილი ყავდეს. და ეუბნება ანგელოზი, რომ მე ვარო მთავარანგელოზი გაბრიელიო, ღვთის წინაშე მდგომელიო და რაც გითხარიო, ის უეჭველად აღსრულდება, მაგრამ სანამ ეს აღსრულდება, შენ დადუნდები და ვერ ამოიღებ ხმას. რადგან არ ერწმუნეთ ჩემს სიტყვებს, რომელიც თავის დროზე აღსრულდება. და მართლაც ზაქარია დადუნდა. ეხლა კაცმა რო თქვას, რატო დაიცაჯა ამის გამო. მაგრამ აქ საუბარია რაზე, რომ მას წინაპართა შორის ყავდა ადამიანები, რომლებიც ასევე უშვილონი იყვნენ მრავალი წლის განმავლობაში. ზოგი 100 წელს იყო მიტანებული და ზოგი 60 წელს და მაგრამ მათ შეეძინათ შვილი და აქ მას რწმენით უნდა შეეხედა ამ საკითხისთვის. ამაზე აქ ლაპარაკი და მართლაც, როდესაც დამთავრდა მისი მსახურების ჟამი, მან ის პერიოდი, რაც მსახურებას ეკუთვნოდა, ჩაატარა. ეხლა დღევანდელი მღვდლის მსახურება სხვაგვარია. დღეს რომ მღვდელი დადუნდეს და ვერ მეტყველებდეს, ის წიროს ვერ ჩაატარეს. მაგრამ ძველი ახლის მსახურება უფრო მოქმედებები იყო, ვიდრე სიტყვა. იქ მსხვერპლ შეწირვა იყო და სხვა ამგვარი და ამიტომაც მას შეეძლო, რომ თავისი მსახურება ბოლომდე ჩაეტარებინა. გარეთ კი ხალხი ელოდებოდა, ესე იგი, და უკვირდათ, რატო არ გამოდის ამდენი ხანი და რო გამოვიდა და ვერ მეტყველებდა, უკვე მიხვდა, რომ რაღაცა მოხდა იქ ისეთ. მოკლედ ასე იყო თუ ისე, წავიდა სახლში, მისი მეუღლეც ელისაბედი მიუდგა, ანუ დაფელწიმდა, როგორც სახარება გვამცნობს და როდესაც დადგა მისი შობის ჟამი და დაიბადა ვაჟი, უნდოდათ მის ნათესავებს, რომ დაერქმიათ ზაქარია. აი როგორც დაახლოებით ჩვენთან არის ხოლმე, პაპის სახელი უნდა დაარქვა რაღაცა. არა, ელისაბედი ამბობს, იოანე უნდა დავარქვათ. ხო იციან, რომ ანგელოზისაგან რაც აქვთ ნათქვამი და შენს სანათესავეშიო იოანე არავის არ ქვია და რატომ უნდა დაარქვაო, ზაქარია დაარქვიო, ეუბნებიან. შემდეგ მოდიო მამას ვკითხავთო, ზაქარიასთან მივიდნენ და რადგან ვერ მეტყველებდა, ფიცარი მოითხოვა, რომ დაეწერა, ამოეკაწრა იმ ფიცარზე რაღაც და დაწერა უკვე, როგორც იტყვიან, ბეჭედი დაასვა, იოანეა მისი სახელიო, როგორც იტყვიან, წყალი აღარ გავიდო და იმას და დაარქვეს იოანე და იმის შემდგომ ამოიდგა ენა ზაქარიამ და
მეტყველებდა და ამბობდა წინასწარ ღმერთს ადიდებდა პირველ რიგში და შემდეგ წინასწარ მეტყველებდა ივანეზე და ამბობდა რომ ის იქნებოდა ადამიანთათვის ესე იგი გზის გამამზადებელი უფალთან მისასვლელად და მისი მოღვაწეობის მთავარი შინაარსი სწორედ ეგ არის რომ ადამიანების გულები გაემზადებინა ღმერთთან შესახვედრად ის ნათლავდა თუმცა ის მისი ნათლობა არ იყო ცოდვათა მიმტევებელი არამედ იყო სინანულისთვის მომამზადებელი ესე რომ ვთქვა იმიტომ რომ სინანულის გარეშე ადამიანი ღმერთს ვერ შეხვდება ამიტომაც პირველი სიტყვა გამოვიდა თუ არა საქადაგებლად და ჯერ ის გამოდის საქადაგებლად და მერე მაცხოვარი ამიტომაც ნახეთ გარდა იმისა რომ ნათლისმცემელი ეწოდება იმიტომ რომ მდინარე იორდანეში სწორედ ივანე მონათლა ქრისტემ არამედ ეწოდება ასევე წინამორბედი რას ნიშნავს ის მისი ქადაგება წინ უძღოდა ქრისტეს ქადაგებას რომ მას ადამიანთან გულები მოემზადებინა ღმერთთან შესახვედრად და პირველი სიტყვები სწორედ ეს იყო შეინანეთ რამე თუ მოახლოებულია სასუფეველი ცათა იგივე ჩვენს გვეუბნება შეინანეთ რადგან მოახლოებულია სასუფეველი ცათა რომ მიდია მდინარე იორდანეში ხალხი მოსანათლად ზოგიერთ მათგანს უკან უშვებს და ძალიან მკაცრი და მამხილებელი სიტყვებით მიმართავს ვინ გიჩვენათო თქვენო გადარჩენის გზაო ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ აი ვინ გიჩვენა თქვენ ეს მოკლე გზა რომ თითქოს ამითი გადარჩებით თქვენ არამედო გამოიღეთო ნაყოფი ღირსი სინანულისაო ანუ ნახეთ ისინი მოდიოდნენ მზაკრულად რომ თითქოს მოინათლებოდნენ და ამითი გადარჩეოდნენ მაგრამ აქ საუბარი რაზეა სინანულის ღირსი ნაყოფი რა არის შენ თუ იპარავ და ნანო აღარ უნდა მოიპარო შენ თუ იპარავ და იმედი გაქვს რომ აღსარებას იტყვი და კვლავ მოპარვას გააგრძელებ და ცხონდები ამითი თავს იტყვი ამა თუ იმ ცოდვას თუ ჩადიხარ და მხოლოდ აღსარების იმედი გაქვს ამ აქ თავს იტყვი არამედ იქ თვითზე გადაწყვეტილებაა რომ ის აღარ უნდა გააკეთო აი მაგას ნიშნავს სინანულის ღირსი ნაყოფი ეგ არის სწორედ რომ შეიცვალოს ჩვენი ქმედება ჩვენი აზროვნება და როდესაც მიდიან ადამიანები ეუბნებიან რა გავაკეთოთ რომ ცხონდეთ და ის ეუბნება ვისაც ორი სამოსელი აქვს ერთი მისცეს იმას ვისაც არ აქვს ვისაც საკვები აქვს ისიც ასე მოიქცეს ანუ არც მარტო ის რომ აღსარება თქვა არამედ როგორც დავითმა ფსალმონე ამბობს მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი ანუ ჯერ ის რომ მიატოვო ცოდვა და მერე ის რომ აქ კი არ გაჩერდა მარტო რომ ცოდვა არ ჩაიდინა არამედ სიკეთე გააკეთე მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას აი ეს ამბობს დავითმა ფსალმონე შერვაი წმინდა ივანე ნათლისმცემელი ადამიანებს განამზადებდა უფალთან შესახვედრად და ჩვენც რომ დაუფიქრდეთ სინანულის გარეშე შეუძლებელია უფალთან ურთიერთობა ის კი არა სინანულის გარეშე საკუთარ სინდისთან ურთიერთობა შეუძლებელი აი ვერაფრით ვერ გაიმართლებ თავს სინდისთან აი არ ვიცი თქვენ მქონიათ თუ არა შემთხვევა მაგრამ მე მქონია რომ რაღაცის გამო სინდისი რომ მამხილებს ესე იგი 1000 გვარი ისინი მოდის ერთით შეიძლება თავი გამოიძრინო რაღაცა გაიმართლო არ შველის არ მოქმედებს ეგეთი რაღაცები სინდის ერთადერთი რაც მოქმედებს ესაა რომ მე აქ ვწდები არასწორ კი არ ეცადო რომ შენი არასწორი ნაბიჯები გაამართლო არამედ ეს თქვა რომ მე აქ მეშლება და არ ვაკეთებ სწორად და მაპატიო უფალო რომ ესე ვიქცევი და მომეც ძალა რომ გამოვასწორო თუ რამდენიც არ უნდა ეცადო როგორ ლამაზათაც არ უნდა შეფუთო შენი არასწორი მიდგომა თუ არასწორი ქმედება თუ სიტყვა თუ ფიქრი არ გამოდის არაფერი სინდისთან უბრალოდ ვერ გექნება ურთიერთობა სიმშვიდე ვერ გექნება ახლა როგორ ამბობს დავითმა ფსალმონე მოიძიე მშვიდობა და მისდევდი მას მოიძიე რომ სინდისთან მშვიდობა გქონდეს და მერე ეცადე რომ ეს მშვიდობა არ დაგერღვეს ანუ არ გააკეთო ისეთი რამე რაც ღვთისმცნებას დაგარღვევინებს და სინდისი არ დამძიმდება და თუ დამძიმდება ამის საშუალებაც არსებობს შეინანე და დამშვიდდები შენც და შენი სინდისის და იქნები მშვიდად და გექნება ბედნიერების განცდა
სხვაგვარად ბედნიერებისგანაც და ვერ გექნება, სხვაგვარად ცრუ სიხარული გექნება წამიერი და უფრო კი შენ გენდომება რომ გიხაროდეს, მაგრამ არ იქნება ეგ სიხარული. მაგრამ როდესაც სინდისი დამშვიდებული გაქვს ადამიანს, მაშინ არ გჭირდება რაიმე საფუძველი სხვა სიხარულისთვის, მატერიალური და გარეგანი საფუძველი არ გჭირდება ბედნიერებისთვის. სულაც არ იქნება არაფერი ისეთი, რამაც შეიძლება სხვებს ათქმევინოს, რომ აი ეს ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ შენ გეცოდინება, რომ ყველაფერი კარგად არის და მშვიდად არის. აი ესაა, რომ მოიძიე მშვიდობა და მისდევდი მას. და თუ გული აფორი აქებული აქვს ადამიანს, ყველაფერიც რო გაჩუქონ და ყველაფერიც შენი იყოს, რა დგინდა მაშინ ეგეთი. მაგრამ შეიძლება არაფერი არ გქონდეს, მაგრამ გულში სიხარული იყოს. იმ რაღაცებსაც, რაც გარეთ არის, ხო იმისთვის ეძებ, რომ ამითი გაიხარო, მაგრამ თუ ამითი ვერ გაიხარებ, რა აზრი აქვს იმის ქონას? თუ შენ ვერ მოიხმარ იმას სიხარულით, რა აზრი აქვს იმის ქონას? და ამიტომაც აი სწორედ ეს იყო წმინდა ივანე ნათლისმცემლის მოღვაწეობის შინაარსი და სხვათა შორის თუ დავაკვირდებით, მისი მოწამეობრივი აღსასრულიც ამას უკავშირდება, როგორც სინდისი გვამხელს ჩვენ, ისე ამხელდა ის მეფე ჰეროდეს. მისი არასწორი საქციელის გამო, რომ თავისი ძმის ცოლი ესვა ცოლად. დაიამორჯულოების გამო ამხელს მას. და საბოლოოდ ამ მეფემ და დედოფალმა გამოიტანეს ეს განაჩენი, რომ ჯერ საპყრობილეში ჩააგდეს და მერე თავი მოჰკვეთეს. ერთხელ ქადაგებაში მამა თეოდორე ამბობდა, ჩვენ რო შეგვეძლოსო, სინდისო, აი როგორც ბრმანაწლავს რო იჭრიან, ესე ამოიჭრიდა ადამიანი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს. და მეფე ჰეროდემ და დედოფალმა ჰეროდიადამ სწორედ ეს გააკეთეს, რომ სინდისი მოეცილებინათ. მაგრამ რასაც დათესავ კაცი, იმას მოიმკიდა, რაც დათესა ჰეროდიადამ, რომ მოითხოვა წმინდა ივანე ნათლისმცემლის თავი, მოკვეთილი თავი. სწორედ ასე მიართვეს მას შემდგომში თავისი შვილის მოკვეთილი თავი. შერვაი არ რჩება არაფერი დაუსჯელად, არც ამ წუთის სოფელში. შერვაი ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს ბოროტების კეთებისას და იმედიანად უნდა იყოს სიკეთის კეთებისას. ზოგჯერ ჩვენ წუხვართ, ეს ჩვენი თემა არ არის, მაგრამ რადგან სიტყვა მოიტანა. ზოგჯერ წუხვართ, რომ ჩვენი სიკეთე ვერ დაინახეს, ის აუცილებლად გამოჩნდება. ისევე როგორც ზოგს გონია, რომ ჩვენი ბოროტება დაიფარა და აღარ ჩანს, მაგრამ ის თავის დროზე ამოყობს თავს. ისევე როგორც ადამიანი რაღაცას დათესავს, იმის თულობიას რომ დაბუდმის, როგორც არ უნდა მიაყარო მიწა, ის ამოვა თავის დროზე. სიკეთეს და ბოროტებას. ეგრე არ არის ჩემოშიო, შენ გენაცა. ერთმა დალოცვილი და გახარებულები გავყვართ. დავოს და ეს